კითხვა-პასუხი დიდი ხანი არ ქონია და მოდით დღეს დამისვით კითხვები და გაგცემთ პასუხებს. მაისის გაშლა გვექნება ზუსტად 1 მაისს. ამიტომ მაგას ველოდები. და კიდევ ბევრი მკითხა, მაისის ფერი რა არისო, ვიდეო არ შევხვდათ. წითელი არის მაისის ფერი. იმიტომ რომ ყველა ყლე არის რეალურად, აბსოლუტურად ყველა თავისებურად ყლე არის. ძალიან ბევრი ადამიანი დღესდღეობით ძალიან ბოროტი არის. შენი პრობლემა ყველას კიდია და კი ზიზღი ძალიან ბუნებრივი გრძნობა არის და დაიდანაშაულებ შენ თავს მაგის გამო. ყველა მნახვი არავის არენდო საერთოდ და მისმის შენი. სხვათა შორის მე ძველი ინსტაგრამი რო დამებლოგა თუ გახსოვთ ეს იყო 3 წლის უკან. ეს ინსტაგრამი რო შევქმენი, ჩემი პირველი ლაივი იყო ზუსტად მაგაზე. 18 დის რიტუალი ქვია კეთდება კრემზე, მაზზე, რაზეც ხმარობთ. ხო, და ამიტომ შეგიძლიათ ჩაყვეთ ლაივებს და მანდ იქნება აკნეზე ძალიან კარგად მოქმედებს და ზოგადად სილამაზეზე. სადღაც ჩემ ხვდა რომ ძაღლის 4-ში ვერ ხვდებაო და ეკლესიაში იმიტომ არ შეიძლებაო რომ ძაღლმა ღმერთს არჩიაო თავის პატრონიო ადამიანიო რა და როცა კვდები ანუ არც არ მიდიანო პარტნიორი მეთქვა პატრონთან არიანო და მე რო კვდებაო პატრონიო თუ ჯოჯოხეთში მიდის მიყვება და იცავს თუ 4-ში მიდის იდეაში მიყვება ყველგან მიყვება იმიტომ რომ ძაღლისთვის შენ ხარ ღმერთი და ყველაფერი სასაფლაოზე ყველა ჯადო კეთდება, თუნდაც ჩამოგიცვლით ფულის კეთდება კიდე, აი ვინმე ფულიანი გარდაცვლილი საფლავს პოულობენ და იქედან იღებენ ენერგიას. კიდე მონეტაზე, ფულზე, კიდე ვიღაცის სიკვდილზე, ავადმყოფობაზე, ონკოლოგიაზე კეთდება ძალიან ბევრი. სასიყვარულო კეთდება ძალიან ბევრი, აი აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სასაფლაოზე. ამის გარდა ბევრი ფიქრობს, რომ ჯადო, ხო, როგორც ასეთ ჯადო არის რაღაცა დესტრუქციული ენერგია, კეთდება მარტო სასაფლაოზე არა. სხვათა შორის კარგი ადგილები კიდე შავი მაგიისთვის სასაფლაოს გარდა არის საჯვარდინი, დემონებთან რო ითანამშრომლო ასე ვთქვათ და ჭაობი. ჭაობზე კეთდება ძალიან მაგარი რიტუალები. სხვათა შორის გამიკეთებია, აი როდესაც შენ ურთიერთობაში ვინმე ერევა ხორცი მიგახკა, მისი ფოტო და იმენა ამ ხორცთან ერთად შეჭამენ, რასაც ქვია ამ ადამიანს. ჭაობზე კეთდება საკმაოდ ძლიერი რიტუალია. გუშინ არ დამიდია რიტუალი მარათონის, ამიტომ დღეს დაგიდებთ გუშინდელს და დღევანდელს მაგაზე არ იდარდოთ, არ გამოტოვთ არაფერს. პირველ რიგში მე დავიწყე, რომ ჩემი რიტუალები არ არიანო, მე არ შემიქმნია არაფერი რიტუალი ცხოვრებაში, შემიქმნია კარტი და всё, მეტი არაფერი. ეს სავარცხელიც რო შევქმენი, ანუ რუნები ახატია ვერს დავარქმევ მას ჩემ შექმნილს. ხო და რაც შეეხება რა რიტუალებსაც გასწავლით, ყველაფერზე ვაწერ. არის თუ არა აბრატკით, თეთრია, შავია თუ ასე შემდეგ, ანუ ყველაფერზე გაფრთხილებთ ყოველთვის. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შავი არ იყოს, ძალიან შავი, ძალიან. გამოცდისთვის, წარმატებისთვის უამრავი სანთლები მაქვს, თავისი რუნებით, შელოცვებით და ძალიან კარგები. უმაგრესია. ეგეთი აზრები ძალიან ხშირად მაქვს. 19 წლის არ ვარ, ძალიან ხშირად მაქვს, მაგრამ შენ სასაკში არ მქონდა ეგ აზრები სხვათა შორის. აი რატომ? აი კაი ეს მოხდა, კაი ეს გამომივიდა, მე რა ხდება? ბავშვი გავაჩინე, გავთხოვდი, მე და რა, აი პირობითად ვიცხი. და რა და ეს ძალიან ცუდი აზრები არის. არანაირი აზრი არ აქვს ცხოვრებას. Вообще აზრს არ უნდა ეძებდე, საერთოდ просто ბედნიერი მომენტებით იცხოვრო. აზრი არ გააჩნია არანაირი საერთოდ. იმდენი ინფორმაცია არის ინტერნეტში, რომ რამოდენიმე მონაწილეს რო არ ვიცნობდე და ჩემთვის არ კონდეს ნაწინასწარმეტყველები, ვიფიქრებდი, რომ დათქმული არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრ რაღაცებს დებენ რა ამასთან დაკავშირებით, არა. შეიძლება იფიქრობ ხანდახან, რომ უბრალოდ საინტერესო მომენტებს ჭრიან. ერთადერთი რაც მიკვირს ექსტრასენსებში არის ის, რომ აი რაღაცა დღეები მაქვს ისეთი, რომ ძალიან მაგრად ვშლი. აი მართლა ვაღიარებ. და არის დღეები, რომ აი ვერ ვხედავ ისე რა. ხო და აი ეგ მიკვირს, რომ რაღაცა მეთოდი იციან ესე იგი, ეგენი უფრო უმაღლეს მაგიაზე არიან, რომ აი კარგად განეწყონ იმ დღისთვის, რომ აი დაინახონ ესე წკაპ და მაგრად გავშალო არ ხდება. ხანდახან აი უმაგრესად ვშლი.
შლიკი არის ისეთ რა გრძნობ კარტებს, ანუ ახსნებში არ არის ისეთი რაღაცები და ხანდახან вообще ვუყურებ კარტებს და არაფერი არ ჩანს вообще. ჩემი აზრით, სარკე არის ყველაზე მისტიური ატრიბუტი, რაც კი არსებობს, აი სარკე. და სარკის მაგია არსებობს ცალკე და სხვათა შორის ძალიან ბევრი წლები ვერ ვბედავდი, მაგრამ მე უკვე სარკით ვშლი, ანუ სარკე მაქვს გახსნილი, პორტალი რო იყოს ღია და ისე ვშლი კარც და უფრო კარგად ამომდის რაღაცეები. მე მოგიყვებით მაგ ტექნიკაზე, ვისაც გინდათ ტაროლოგებს, ხო და მოპირდაპირეთ რო დგავ, ეს არის სარკის კორიდორი ქვია მაგას და მაგ დროს აკეთებენ. ფოტოსტებენ ადამიანის აკეთებენ ჯადოს, კიდე შეიძლება საბედოს ნახვა, მომავლის ნახვა და ასე შემდეგ. რეტინოლს ვისმევ, ღამე და ძალიან მოყფილი ვარ და სპერმაცეტოვი რო არის კრემი, 5 ხლარიანი მაგაზე არის არაფერი არ არის საერთოდ. და ისიც იშვიათად. ანუ არაფერს არ ვხმარობ საერთოდ კანზე. ბაფში. აი არ ვიცი, დასკრინეთ რა, რასაც გეუბნები და მთელი ცხოვრების ესეთი გაკვეთილი გქონდეთ ჯადოქრებს, ვინც მაგიით ხარ დაკავებული. როცა ურთიერთობა გენგრევათ, არ გაიგზათ და არ გააკეთოთ მისი მოbrunების ან სიყვარულის არა. გააკეთეთ რიტუალი, ატდაც და სკო ესე ქვია, რომ შენი ნერვიულობა, შენი მონატრება მისცე შენ პარტნიორს. აუცილებლად გააკეთე ეს. ეგრევე დარდი მოგეშვება. ანუ კი არ დაივიწყებ ამნეზია არ დაგემართა, მაგრამ ძალიან მაგარია და მეორე გააკეთე ენერგეტიკული ჩახსნა და შენგან ენერგიას ვეღარ აიღებ საერთოდ და მე ნახე როგორ მოbrunდება და რამდენ შეცდომას მიხვდება რა. Вообще სახის კანზე მინდოდა მესაუბრა. ბევრი ფიქრობს, რომ საიდუმლო კრემები არსებობს და რაღაცა. არა. ჩემის აზრით, ჯანსაღი კვება, შენი კანის ჯანმრთელობა და უპრიშიკობა არის, რა სჭამ და ნაწლავები რა დღეში გაქვს. ანუ სხვა ვერაფერი ვერ გიჟ, თუ გინდა ყველაზე ძვირიანი კორეული რამე წაისვი, თუ ჭამ ჩიპსებს, ფასტ ფუდებს და რაღაცა საშინელებებს, პილმენებს გაყენოს და რაღაცა, ვერ გიშველის ვერაფერი. ეგ პირველი. რაც შეეხება დღევანდელ კლიენტებს, გუშვილყავ ბაზალეთზე ასული ყოველთვის ამაქვს კარტი და დამრჩა კარტი ბაზალეთზე. ხო და დღეს ვერ მიგიღებ და ის მენეჯერი გადაგანაწილებთ ამ კვირაში ყველას. და მეორე, ანუ ზოგადად face fitness-ი ყოველდღე ვაკეთებ და სახის გუაშათი მასაჟი. ბევრი ფიქრობს, რომ უაზრობა არის, იმიტომ რომ ეგრევე უნდათ რაღაცა შედეგი, მაგრამ ერთი წელი მაინც დამჭირდა, რომ ჩემი სახის ფორმა შეცვლილი იყო და ვინც დიდი ხანი არ მინახავს, რომ ნახულობენ, აუ რა გაიკეთე სახეზე ვერ ხვდები, არაფერი არ გამიკეთებია, საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია, ნუ ტუჩის გარდა, ტუჩზე ხა ვერ გაიგდი ფიზიკით, მაგრამ ვიღაცებს ხო შეწეული აქვს, გამოკვეთავ. ცხვირი თუ დაწეული არის, მაგასაც კი გაასწორებ. ანუ ძალიან მაგარი არის. მოკლედ, ვინც შეიძინეთ უკვე ეს ავარცხელი და ვინც შეიძენთ, იცოდეთ, რომ აქ კიდე ერთი ფუნქცია და ეს არის მკითხაობა. ძალიან ძლიერი. და მენეჯერს მიწერეთ და გეტყვით, როგორ ხდება ეს მკითხაობა. ეხლა წინასწორებს მოვაყოლებ. ჩემი სავარცხელი ხო იცით? რაღაცას, ანუ ხალხო ძალიან მწვენია, მაგრამ დამავიწყდა. მე თქვა რაღაც ამ სავარცხელს კიდე ერთი ფუნქცია აქვს. ანუ ამ ძირივიანი გრებენ რა, მაგ თვითონ სავარცხლის მაგიურ ძალაზე ნალაპარაკები, მაგრამ მე უკვე დასაძინებლად დავზექი, მაგრამ თქვენ გეჭიროებით თან. იცი რა არის? ზოგადად დაქალებისგან ხდება ხოლმე ეგეთი კომენტარები და შენ ტანზე, რაღაცაზე შეყარებულზე და იმაგ დროს ხვდები ხოლმე, რომ ძალიან კარგად ვარ და ძალიან ლამაზი ვარ და ასე შემდეგ. არ ვიცი, ყველაფერი ხდება რა, ეხა თუ ჩუმჩუმად არ დადის და თავის ცოლთან სიმართლე თქვა და მართლა შეუყვარდა სხვა ადამიანი, სხვა თემა არის, მაგრამ არ ვიცი რა. უბრალოდ ის ადამიანი არის, ის ქალი არის ცოდთან. მაგრამ ყველაფერი ხდება, ხო ვიძახი, ხა თუ ჩუმჩუმად არ დარბის და შენ არ გიყენებს და სულს არ ატყუებს და ყველაფერი ისე თქვა ჩესნად გააკეთა, კიდე შეიძლება ამას დაფიქრება. ახალი ჭური გავიგე ჩემზე. არა, პირიქით.
აი სტორებს რომ წერბერს რომ საუბრობ ხან ხალხში ვარ და რაღაცა ძალიან დაღლილი ვარ ხოლმე, იმიტომ რომ პირიქით ენერგიას ვაძლევ, არ შემიძლია დაბალანსება, რომ აი მეც ავიღო ენერგიას, გავცე ენერგია, არ და ყოველთვის პირიქით არის. ენერგოვამპირი არ ვარ, ყველა მშვიდდება ჩემთან და მე კიდე ვიღლები ხოლმე. კი, ძალიან ბევრი და ბევრჯერ, რა თქმა უნდა, ძალიან მე ვერ მიტანენ ბევრი ეზოტერიკები, იმენა ვერ მიტანენ, ყველაფერს აკეთებენ. ხო და ბებია ჩემი მიკითხებს წმინდებს, ხანდახან ნადლევებს ვიკეთებ ხოლმე. შეიძლება, როგორ არ შეიძლება, თუ შენ ხარ გაწმასწორებული უემოციო პიროვნება, ისეთი რაც ცივი, რაც იშვიათად ხდება ეზოტერიკაში, ყველა ძალიან გრძნობიარე ადამიანი არის და მაგიტომაც გრძნობენ ამ ყველაფერს. თუ ხარ ცივი და ცივად შეგიძლია მიუდგე შენ პრობლემას, ხო, მაგ შემთხვევაში შეგიძლია გაშალო შენ თავს. მე რო შლი ძალიან ემოციურად ვარ და ვერ ვხედავ რა არის. თან ძალიან ნეგატიური აზროვნება მაქვს და ნეგატიურად ხედავ ყველაფერს და მე რო პროგრამდები ძალიან სუპერ. ამიტომ ყოველთვის მირჩევნია სხვამ გამიშალოს. აი ჩემიანებთანაც ყოველთვის ემოციურად ვშლი და ნერვიულობ, ამიტომ მირჩევნია კლიენტთანაც მირჩევნია არ დავახლოვდე ხოლმე რა. რომ აი ცივად გავშალო ეს ყველაფერი, ცივად ცუდი ნათქვამი არის, მაგრამ ანუ არ ვიდარდო გაშლის დროს. მაგაზე გამახსენდა ის კოკაკოლის მანქანები რო არის, ხო იცით? ხო, საახალწლო. მაგაზე ხო აწერია სანტა კლაუსი და ფუყურე მეთქი სატანა რა. ხო იცი რაც გესიზმრებოდა მაგას ხედავდი რაღაცა. ვერიტები ამ თემაზე საუბარს, იმიტომ რომ ბევრი პიჩიტლიტილნი ადამიანები არიან და შეიძლება მე მოეჩვენოთ ეს ყველაფერი. მაგრამ მინდა გითხრა, არიან ვინცაც ვიცნობ, ვინც გარდაცვლილი არის, ვიცნობდი. ყველა ვიცნობ და ყველა. აუ არა. ანუ ვაფშე არა მე პირადად მაგრად მკიდია და ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ მე თვითონ მინახებია რომ აი რა გინდა მალაპარაკი მე თვითონ მინახებია რომ შეხედა ტრაკია და ანუ რა მოხდა სულ არა ნახო შენ უეჭველი შეხედავს ამიტომ ვისად არ მინახებია ზუძუები ჩემი არა სხვების არ მინახებია შენი არა სხვების კი არ ყოფილა შეხერა კარგი ხო მაშინ რა ყოფილა რა კიდე ტრაკის ყოველთვის ვანახებ შეხერა ლამაზი გოგოარი მე ანუ რა ღალატი რა შუაშია მაგასთან ანუ ბევრი გოგო მოეწონება შენ ბიჭ შეეგუე მაგ ფაქტს და არა გულწრფელი რატომ იყო როცა ბრავი განახებ როცა ვიგინები განახებ როდის არა გულწრფელად რაღაც მოვლენებზე წინასწარ ნერვიულობ რომელიც მელოდება მალე თან სასიხარულო მოვლენებია, მაგრამ ნერვიულობ შფოთავ. და ამის მოლოდინშიო და პეპლები მყავს მოცალში. აი, რამდენ ვიდეოებს უყურებ, რამდენ წიგნებს ვკითხულობ მაგიაზე. ეგეთი რიტუალი არ შემხვედრია, მაგრამ შემხვედრია ჯადო, რომ ადამიანი გასუქდეს შენი მტერი, ანუ ჯადო გასუქებაზე, დამახინჯებაზე, პრიშიკებზე. არის ჯადო გასუქებაზე, მართლა გველი სისხლით კეთდება რაღაცა.